ქართველებით აღფრთოვანებული ფრანგული მედია. რას ამბობენ კვარაცხელია და მიქაუტაძე დაპირისპირების შემდეგ? რა უთხრა მიქაუტაძეს მწვრთნელმა? რატომ არ იყო დავითაშვილი ძირითადში? რას ამბობს დანავაითი თოფურიაზე და დვალიშვილის მომდევნო ბრძოლაზე? მორიგი ქართველი ჩემპიონი MMA-ში და რატომ აღარ არის ბითაძე ძირითადი კალათბურთელი? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე არ დაგეზაროს, დალაიქე ვიდეო და გამოიწერე. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო შეხვედრა შედგა და თან ქართველების მონაწილეობით. პარტალია ლიონის და პარის სენ-ჟერმენის შეხვედრაში ქართველების დაპირისპირება მოედანზე არ შედგა, მაგრამ შეხვედრა, რომელიც 2-3 დამთავრდა, ორივე ქართველმა შესანიშნავად ითამაშა. იმდენად კარგად, რომ ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ ეს შეხვედრა ასე შეაფასა. ეს მოედანზე საუკეთესო გუნდი საქართველო იყო. ნამდვილად, კვარაცხელიაც და მიქაუტაძეც რომ კარგ ფორმაში არიან, ამას ისიც ადასტურებს, რომ ორივემ საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, რა თქმა უნდა გამოვყოთ გამარჯვებული გუნდის ქართველი. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ პარის სენ-ჟერმენის რიგებში ყველაზე კარგი შეხვედრა ჰქონდა. ხვიჩა 68 წუთში ბურთს 61 ჯერ შეეხო. მის ანგარიშზეა 4 პოტენციურად საგოლე პასი. ყველაზე მეტი 7 წარმატებული დრიბლინგი. კვარაცხელიამ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა და ასევე ყველაზე მეტჯერ 5-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ქართველი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და შესაბამისი ჯილდოც გადაეცა. ლიონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კი მწვრთნელმა შეხვედრაში მე-80 წუთზე ჩართო. მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში გიორგის შესანიშნავი მოძრაობით მარკინიოს გაცდა და შერკის გაატარინა. აღსანიშნავია, რომ 99 წუთზე მიქაუტაძემ გოლის გატანა მაკრატელად დარტყმით სცადა, მაგრამ დონარუმას კარგი თამაშით ეს გოლი არ გავიდა. ამ მცირე დროში გიორგის წამოწყებულ კომბინაციას ლიონის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. და მალევე ქართველს გოლის გატანა კიდევ ერთხელ შეეძლო, თუმცა ამჯერად მისი დარტყმული მარკინიოსმა დაბლოკა. მოკლედ, მე-80 წუთზე შემოსულმა მიქაუტაძემ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მთელმა ლიონმა მთელი შეხვედრის განმავლობაში. გასაკვირი არ არის, რომ გიორგის ლიონის რიგებში მეორე საუკეთესო შეფასება ერგო. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ორივე ქართველმა ისაუბრა. ვულოცავ პარის სენ-ჟერმენს ამ გამარჯვებას. ეს ნამდვილად დავიმსახურეთ. ბოლო წუთამდე რთული თამაში იყო. ისინი სახიფათოდ გვიტევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა ჩვენ მოვიპოვეთ. გავაგრძელებთ სვლას, რომ უფრო მეტი ქულა ავიღოთ და უფრო დავუახლოვდეთ ჩემპიონობას. პეტოკემ მთელი ძალით ცდილობდა თამაშის მიწურულს გოლის გატანას, როდესაც 2-3 იყო. ყველა ფეხბურთელი ჩვენს საჯარიმოში იყო, მაგრამ ჩვენმა დაცვამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და თავი კარგად დავიცავით. თავარი პრობლემა იმაშია, რომ ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ. 70-80 წუთი შეტევაში ღირებული არაფერი გაგვიგეთებია. შეტევის ხაზში სიმწვავე გვაკლდა და როდესაც მეტი ინიციატივა გამოვიჩინეთ, ალბათ ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ გაუჭირდათ მეტოქე გუნდის მცველებს ჩვენ იერიშებთან გამკლავება. მერწმუნეთ, საწყისი 70-80 წუთის მანძილზე ასევე რომ გვეასპარესა, შესაძლოა ეს თამაში არ წაგვეგო. დაძაბული შეხვედრა შეაფასეს მწვრთნელებმაც, ლუის ენრიკემაც და პაულო ფონსეკამაც, რომელმაც მიქაუტაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვების მიზეზზე ისაუბრა. დღევანდელ შეხვედრაში დამტკიცდა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. თითქოს ჩვენ ფორმულა 1-ის მანქანა გვყავს და რაც არ უნდა იყოს, სულ შეტევაში ვართ. ვფიქრობ, ასეთ დროს კონტროლი და სიმშვიდე საჭიროა. მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, რადგან 2 ბურთი დაგებდა. სამომავლოდ ჩვენთვის ეს გამოცდილება უნდა იყოს, რომ 1 წამით არ უნდა მოვეშვათ. დღეს დავინახე პარის სენ-ჟერმენის სახით უმაღლესი კლასის ფეხბურთელების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერი სახის თამაში, ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად მზად არის. ლივერპულთან შეხვედრა გვიახლოვდება და ოდნავადაც არ მეშინია, რადგან არაფრით ჩამოუვარდებით. ეს იქნება 2 დიდი გუნდის დაპირისპირება, სადაც საუკეთესო გაიმარჯვებს. მიქაუტაძეს ვესაუბრე, ყველაფერი აუხსეინ და გაიგო. მისი თადარიგში დატოვებით მეტოქისთვის გარკვეული სიურპრიზის შეთავაზებას ვგეგმავდი. ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, თუ როგორი ენთუზიაზმით შევიდა ცვლილებაზე და რამდენად დიდი გავლენა მოახდინა შეხვედრის ხასიათზე. პარის სენ-ჟერმენის დონის მეტოქის წინააღმდეგ დაცვითი სტრატეგიით თამაში მარტივი არასდროს არის, რის გამოც დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. არ ვთვლი, რომ ტოპ კლუბებთან გამკლავება არ შეგვიძლია. სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა პროცესში ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ პარის სენ-ჟერმენს ახლა 59 ქულა აქვს და კვლავ ლიგა 1-ის ლიდერია. მიქაუტაძის ლიონი კი 36 ქულით მე-6 ადგილზეა.
სანამ ლიგა 1-ში ქართველების დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ვნახავთ, მანამდე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პირველად სენტ-ეტიენის საუკეთესო ბომბარდირი ზურიკო დავითაშვილი მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა ანჟერთან სათადარიგო სკამზე დასვა. ლიგა 1-ის 23 ტურში ქართველი თამაში მაშინ ჩართეს, როდესაც მისი გუნდი 1-2 მარცხდებოდა. 24 წლის ქართველმა შემტევმა კი მალევე 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდს 1 ქულა მოაპოვებინა. სენტ-ეტიენს ზურიკოს საგოლე პასებით შეხვედრის მოგება შეეძლო, თუმცა დამატებით დროში მეტოქეს 11 მეტრიანის გამომუშავების უფლება მისცეს და შედეგად შეხვედრა 3-3 დამთავრდა. ქართველს ანჟერთან 2 ასისტის გარდა 3 პოტენციურად საგოლე პასიც ჰქონდა. მის ანგარიშია 5-დან 4 წარმატებული დრიბლინგიც. რა თქმა უნდა, მან ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებაც მიიღო. ამ შედეგების ფონზე კი დავითაშვილის სათადარიგოთა სკამზე დასმამ, რა თქმა უნდა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გულშემატკივრებში. მწვანეების ფანები ვერ ხსნიდნენ, რატომ დაიწყო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა თამაში სკამიდან. მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა კი ეს გადაწყვეტილება ასიახსნა. საჭიროა ზოგიერთი მოთამაშის წნეხისგან გათავისუფლება. ბოლო კვირების განმავლობაში ზურიკო დავითაშვილი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა და გრძნობდი, რომ ამ ემოციებისგან ის გარკვეულწილად გადატვირთული იყო. ამიტომ გადავწყვიტე მოედანზე მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამიდან ახალი ენერგიით შემეშვა. ეთანხმებით თუ არა მწვრთნელის ამ განცხადებას, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ სენტ-ეტიენის ქართველი შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 24 შეხვედრაში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. მის გუნდს კი 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 მარტს საკუთარ მოედანზე ნიცასთან გამართავს. გიორგი ჩაკვეტაძემ კი ინგლისის ჩემპიონშიპის 34 ტურში მორიგის საგოლე გადაცემა შეასრულა. უოტფორდ მაშინ ლუტონს 2-0 მოუგო. ქართველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. მეორე გოლი ჩაკვეტაძემ თავად შექმნა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და თანაგუნდელს ცარიელ კარში გაატანინა. შეგახსენებთ, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს. ქართველის გუნდი 48 ქულით მე-9 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 1 მარტს სტუმრად სტოკ სიტისთან გამართავს. ბუდუ ზიბძივაძის ჰაიდენჰაიმის სტუმრად ლაიფციგს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 2-2 ითამაშა. ქართველი თამაში 93 წუთზე ჩაერთო და ამ მცირე დროში გოლის გატანის შანსი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ჰაიდენჰაიმი შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა 3 ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო. 23 ტურის შემდეგ ჰაიდენჰაიმს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში კვლავ გასავარდნ ზონაში მე-16 ადგილზეა. ზიბძივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 მარტს საკუთარ მოედანზე მიუნხენგლადბახის წინააღმდეგ გამართავს და იმედია, რომ ბუდუ სადებიუტო გოლის გატანასაც შეძლებს. გიორგი ქოჩერაშვილის ლევანტე კი საკუთარ მოედანზე მირანდეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთადერთი გოლიც მის კარგ თამაშს მოყვა, როდესაც მოედნის ცენტრში ბურთი ჩაჭრა და პრე-ასისტი მიითვალა. გიორგიმ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ლევანტე ლა ლიგა 2-ში 47 ქულით მე-6 პოზიციაზეა და ლიდერ ლეჩეს 3 ქულით ჩამორჩება. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად ელდენსეს დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლად 0-3 დამარცხდა. სამწუხაროდ ქართველმა ღამურების გადარჩენა ამჯერადაც ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკომ კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყა და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა. ამ შეხვედრის შემდეგ ქართველი მეკარის გუნდს 23 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მამარდაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 3 მარტს ოსასუნას წინააღმდეგ გამართავს. გიორგი წიტაიშვილმა კი ლა ლიგა 2-ში მე-3 გოლი გაიტანა. გრანადამ სარაგოსას უმასპინძლად და შეხვედრა ფრედ 2-2 დამთავრდა. ქართველმა მისი გუნდის უპირატესობა ორბურთამდე მეორე ტაიმში გაზარდა. თუმცა 10 კაცით დარჩენილმა გრანადამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამატებით დროში 2 გოლი გაუშვა და ქულები დაკარგა. შედეგად გრანადა 43 ქულით მერვე ადგილზეა. 24 წლის ქართველს კი მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. წიტაიშვილის გუნდი მომდევნო ტურში კორდობას დაუპირისპირდება. ახლა კი MMA და ბენუ ადამია, რომელიც წამყვანი ევროპული ორგანიზაციის ოქტაგონ MMA-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონი გახდა. ქართველმა მებრძოლმა ტიტულის მოქმედი მფლობელი ფავორიტი ბრიტანელი სემ კრისიმ საჩთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით ზედიზედ მე-3 ბრძოლა მოიგო. პირველი საჩემპიონო ორთაბრძოლის მე-5 რაუნდის დაწყების წინ კი ორი მსაჯის აზრით ბრძოლა თანაბარი იყო. თუმცა ბოლო რამდენიმე წუთი ადამია დომინირებდა და ძლიერი დარტყმების ფონზე მსაჯების უპირატესობა დაიმსახურა და პირველ ქამარს დაეუფლა. ხარდაჭერა ჩემს ქართველ ხალხს, მიყვარხართ.
One more time, your champion, Benno Adamia. აქვე გეტყვით, რომ ქართველის გამარჯვებით დასრულდა იკო სამსონიძისა და ედგარ დელგადოს დაპირისპირება. სამსონიძე მეტოქე მძიმე ბრძოლაში მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მან ამ გამარჯვებით ოქტაგონ MMA-ის ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლა გაინახდა. ილია თოფურიას წონის ცვლილებაზე კი UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ახლა მსუბუქ წონაში გამოვა. ქართველის ამ გადაწყვეტილებას კი დიდი გაურკვევლობა და გამოხმაურება მოჰყვა. UFC-ის ხელმძღვანელობამ მებრძოლები კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა ამიერიდან შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დიეგო ლოპესმა ისაუბრა, რომელიც ილიას დატოვებული გამნისთვის ალექსანდრე ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ლოპესის ამ ინფორმაციას არადასტურებს დანა ვაიტი, რომელმაც მერაბ დვალიშვილის და შონ ომალის რემატჩზეც მიანიშნა. ეს დავიდან ბოლომდე ილია თოფურიას გადასაწყვეტი იყო და აქამდე საკუთარი სურვილით მივიდა. მან თქვა, რომ ქვემსუბუქ წონაში საკმარისი გააკეთა. მემკვიდრეობა დატოვა და ახლა ზედა წონაში გადასვლა სურდა. შესაბამისად, ქამარი ვაკანტურად თავადვე გამოაცხადა. მან თქვა, რომ სხვა მებრძოლებს ჩემპიონობის შესაძლებლობას არ წაართმევდა და სიმართლე გითხრათ, მის ასეთ მიდგომას პატივს ვცემ. ჩვენ არ ვაიძულებთ მებრძოლებს, რომ ქამარი ვაკანტური გახადონ, იმ შემთხვევაში თუ მათ უფრო მაღალ წონაში ასვლა სურთ. რაც შეეხება თოფურიას და მახაჩევის შესაძლო ბრძოლას, ვფიქრობ, რომ ახლა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. დვალიშვილს და ომალის კი ერთმანეთთან დაპირისპირება სურთ და რაც სასიამოვნოა, ამის ნახვის სურვილი ხალხსაც აქვს. ვაიტის ამ სიტყვებით შეიძლება ითქვას, რომ დიდი შანსია ეს რემატჩი უახლოეს მომავალში ვიხილოთ და ასევე იმედია, რომ მალე ილია თოფურიას მომდევნო მსხვერპლის ვინაობას გაირკვევა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კი ევრობასკეტზე ზედიზედ მე-6-ად გავიდა. ჩვენმა ბიჭებმა დაძაბულ ბრძოლაში დანიის ნაკრები 62-60 დაამარცხეს. დასმით ტურში, რომელიც 24 თებერვალს შედგება, საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთს ესტუმრება. დანიელები კი კოპენჰაგენში ფინეთს მიიღებენ. ამ შეხვედრებს პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც ადგილების გადანაწილების მხრივ აღარაფერი შეიცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ 35 წლის ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა განაცხადა, რომ ამ ევრობასკეტის შემდეგ ის სანაკრებო კარიერას დაამთავრებს და მხოლოდ საკლუბო კარიერაზე იქნება კონცენტრირებული. წარმატებები ვუსურვოთ გიორგის და ჩვენს ნაკრებს მომავალ ევრობასკეტზე, რომლის წილისხდა 27 მარტს გაიმართება. სანდრო მამუკელაშვილის სან-ანტონიო კი დეტროიტთან 15 გულიანი სხვაობით 100-125 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ქართველი ლეგიონერი მასპინძლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 2 მაგვდუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 16 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააკროვა. ქართველი მოხსნების რაოდენობით თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. 24 მოგებითა და 30 წაგებით სპურსი NBA-ის დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად ნიუ ორლეანთან გამართავს. გოგა ბიტაძის ორლანდო მეჯიკმა კი სტაბილურობა დაკარგა და პლეი-ოფის ზონიდანაც გამოვიდა. სამწუხაროდ სეზონის სტარტისგან განსხვავებით ქართველს ცოტა სათამაშო დრო აქვს. ბიტაძე ზედიზედ მეორე შეხვედრა ძირითად ხუთეულს მიღმარჩება. ამის მიზეზი კი მწვრთნელის განცხადებით ისაა, რომ მას სურს გუნდმა პირველად ის სათამაშო ფორმა დაიბრუნოს და ახლა ქართველი ცენტრის გამოყენება სათადარიგოთა სკამიდან სურს. ბოლოს ორლანდო მეჯიკი მემფისთან დაძაბულ ბრძოლაში 104-105 დამარცხდა. ქართველმა 18 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 4 დაფარება დააკროვა. 28 მოგებითა და 30 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მეჯიკი საკუთარ დარბაზში ვაშინგტონ ვიზარდსთან გამართავს. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. კონგი თუ მოგეღონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ხალხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლე. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.